პირველიდან 8 მაისის ჩათვლით საქართველოში ისე როგორც მთელს მსოფლიოში წითელი ჯვრის დღეები აღინიშნება. საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაციის კვირეულის ფარგლებში რამდენიმე აქტივობა ჭიათურაშიც განხორციელდა. წითელი ჯვრის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი სოფელ შუქრუთში, სკინდორსა და რგანში იმყოფებოდა. ეკა მაჭარაშვილმა წითელი ჯვრის სხვა მოხალისეებთან ერთად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები მოინახულა და მათ საჩუქრად სურსათი და ტკბილეული გადასცა. წითელი ჯვრის წარმომადგენლები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მდგომარეობით დაინტერესდნენ. აღმოჩნდა, რომ სამივე მათგანს ძვირადღირებული მკურნალობა ესაჭიროება. მშობლებს კი შემოსავლების არ ქონის გამო ამის საშუალება არ აქვთ. ორი მათგანი არც სოციალურ და არც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის განკუთვნილ სახელმწიფო პენსიას არ იღებს. Თქვენი შემოსავალი რითი ირჩენთ თავს? არაფერი და ჩემი. მე არ მუშაობ. სოციალური დახმარება? თუ გაქვთ? ქონდა, მაგრამ მომიხსნეს რაღაც ის. ბატონის ნიადაგზე არ ვიცი რაღაც შესწვრის არის. არ ვიცი და მაგაზედაც მე. ბავშვი ღებულობს რაიმე? არა, ვერაფერს ვერ ღებულობს, პენსიაც ვერ გავუკეთე. ბავშვის დიაგნოზია ფსიქომოტორული განვითარების ღრმა შეფერხება, არ შეუძლია დამოუკიდებლად საპირფარეშოში გასვლა, ვერ ლაპარაკობს, აბსოლუტურად ვერაფერ მკურნალობას ვერ უკეთებთ. ძალიან დიდი მადლობა წითელ ჯვარს ყურადღებისთვის და ჩემი შვილის დაფასებისთვის და ჩვენი დაფასებისთვის. წითელი ჯვრის წარმომადგენლები სოციალურად დაუცველი იმ ოჯახების წევრებსაც ესაუბრნენ, რომელთაც სახლში ზრდასრული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი ჰყავთ. ორგანიზაციის ხელმძღვანელს მათ თავიანთი პრობლემები გააცნეს. აქვე აღნიშნეს, რომ მეტლის გაცემის პროცედურის სირთულის გამო მათ მეურვეობაში მყოფი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები გადაადგილებასაც ვერ ახერხებენ. წითელი ჯვრის ჭიათურის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა შესაძლებლობის ფარგლებში დახმარება აღუთქვა. უფასო წამალი არ აქვს, არაფერი დახმარება არ მიგვიღია დღემდე დღეს, რა ვიცი, მოგვიტანეს და დიდი მადლობელი ვარ ამ ხალხის. ჩემთვის ცოტა საკმარისია მაინც ჩემი შვილისთვის. ხსენებათ 1 და 8 მაისის ჩათვლით ტარდება წითელი დღის დღეები, რომელიც აღინიშნება მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც. ჩვენც უერთდებით ამ დღეებს და ეხლა გვაქვს აქცია წითელი ჯვრიდან ვიმყოფებით ოჯახში, სადაც არის უნარშეზღუდული ბავშვი, სოფელ ზედარგანში. ჩვენი ერთადერთი დახმარება არის ამ ოჯახისადმი, რომ გამოვიჩინოთ ყურადღება, მოვინახულოთ ეს ბავშვი. კიდევ ვიყავით ორ სოფელში, სოფელი შუქრუთი და სოფელი სკინტორი. კვლავ გავაგრძელებთ ამ აქციებს. ჭიათურის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა მუნიციპალიტეტის ხელისუფლების წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა წითელი ჯვრის საქველმოქმედო აქციებში აქტიური მონაწილეობისთვის. მადლობა მინდა გამოუცხადო ადგილობრივ ხელისუფლებას, რომელიც გაწევრიანდნენ წითელ ჯვარში და თავიანთი თითოეული წვლილი შეიტანეს ამ კეთილ საქმეში, მათი თანადგომით დღეს ვეხმარებით ამ ბავშვებს და იმედი მაქვს, რომ კვლავაც დაგვიდგებიან გვერდში. დღეს ჩვენ სოფელში იმყოფება წითელი ჯვრის ჭიათურის წარმომადგენელი, რომელიც ძალიან დიდ საქმეს აკეთებს, ეხმარება გაჭირვებული პიროვნებებს და არაერთი აქცია მოხდა პირადად ჩვენ სოფელში, მეორე აქცია არის წითელი ჯვრის ჭიათურის რაიონული ორგანიზაცია მსგავს საქველმოქმედო აქციების გამართვას მომავალშიც გააგრძელებს.